Თქვენ უყურებთ გადაცემას 59 წამი ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს შევახსენებ კი როგორც კი გადაცემის ბოლო კითხვისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურება ხმის მიწემა შეწყდება მანამდე კი შეგიძლიათ დარეკროთ ეკრანზე მითითებულ ნომრებზე და მხარი დაუჭიროთ თქვენთვის მისაღებ მოსაზრებებს რომლებიც მოგეწონებათ რასაკვირველია ზარი უფასოა ჩვენი საუბრის თემაა რაზე კამათობენ მემარცხენეები მემარჯვენეები ცენტრისტები და ლიბერტარიანელები ახლა კი სტუმრები უპასუხებენ ჩვენი გადაცემის ბოლო შემაჯამებელ დასკვნით კითხვას როგორი მთავრობა უფრო სწრაფად განავითარებს საქართველოს მემარცხენე მემარჯვენე ცენტრისტული თუ ლიბერტარიანული ამ კითხვაზე პირველი პასუხს გამცემს ბატონი ვახტანგი ცენტრისტების პოზიცია გვაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობთ შეკითხვისთვის. პასუხი კითხვაზე თუ რომელი უფრო სწრაფად ეს შეიძლება იყოს ყველას შეუძლია სწრაფად მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მემარცხენე ცენტრიზმი, სოციალ-დემოკრატია ალბათ სავარაუდოდ არის ყველაზე სწორი პოლიტიკა, რომელიც ჭირდება საქართველოს. ჩვენ მსოფლიო ისტორიაც, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაც კი გვეუბნება, რომ სწორედ კეინზიანური ეკონომიკური მოდელების გაძლიერებით მსოფლიო მიაღწია ყველაზე მაღალ 5.3%-იან ზრდას 1945-დან 71 წლამდე დაახლოებით. ამის შემდეგ, როდესაც რეიგანული ეკონომიკა და ტეჩერიზმი შემოვიდა თავისი აქტივობებით, პირიქით ეს ალბათ სისუსტე იყო და ამის შემდეგ ჩიხში შევიდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური მოდელები. ჩვენთვის ფასეულობა არის არა მხოლოდ სწრაფი ზრდა, არამედ ხარისხობრივი ზრდა. ის რომ ზრდა ხდებოდეს განათლებაში, ინფრასტრუქტურაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და ადამიანები იყვნენ დაცულები. დიდი მადლობა. ბატონო ზვიად, როგორი მთავრობა უფრო სწრაფად განავითარებს საქართველოს? საქართველოს განავითარებს მთავრობა, რომელიც არის ძალიან პატარა და რომელიც არის ძალიან ეფექტური. პატარა მთავრობა გამოიხატება იმაში, რომ მთავრობის ზომა, ანუ სამთავრობო წნეხი ზოგადად ეკონომიკაზე, უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და უნდა მთავრობა რაც შეიძლება ნაკლებს ერეოდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა არ უნდა დაუშვას ის, რომ ვიღაცები თქო მოუკვდნენ ან ყველას უნდა ეცავოს, რომ შეუქმნას რაღაც გარკვეული პირობები. ეს პირობები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავისუფლების მინიჭებით უნდა გამოიხატოს და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ თუ გადავხედავთ ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნების ათეულს ან პირველ 20-ს, ნახავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც არიან ეკონომიკურად თავისუფალნი, გამდიდრდნენ ყველაზე სწრაფად. ის ქვეყნები, რომლებსაც ახასიათებთ ეგრეთ წოდებული კეინზიანური ეკონომიკა, თუნდაც გამდიდრდებიან ყველაზე ნელა. დიდი მადლობა. ბატონ ლევან, როგორ თვლით მემარცხენეები? გერმანიის კანცლერი იყო ესეთი ვილი ბრანდტი, რომელსაც კითხეს, რომ რა არის თქვენთვის მთავარი ღირებულებაო და მან უპასუხა უპირობოდ თავისუფლებაო. ოღონდ თავისუფლება ყველასთვის და არა ერთეულებისთვის. თავისუფლება შიშისგან და გაჭირვებისგან. აი ამ ტიპის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენ ქვეყანაში შეუძლია მხოლოდ მემარცხენე ხელისუფლებებს, რომლებიც ჩაერევიან პროცესებში, დაარეგულირებენ ბაზარს, დაარეგულირებენ არა იმ მიზნით, რომ თვითონ გამდიდრდნენ, თვითონ დამატებითი შემოსავალი მიიღონ, არამედ დაარეგულირებენ იმ მიზნით, რომ ადამიანები გადარჩნენ. სისწრაფე არ არის მთავარი ამოცანა. სისწრაფე კარგავს თავის ფასს. ეკონომიკური სწრაფი განვითარება კარგავს თავის ფასს, თუ ამ სისწრაფეს შეეწირებიან თაობები, სოციალური ჯგუფები და ასე შემდეგ. ამასთანავე მემარცხენე მთავრობები არიან ფართო წარმომადგენლობების მომხრე და ისინი უჭერენ მხარს ყველაზე დაჩაგრულ ჯგუფებს, ქალებს, მუშებს, ფერმერებს, მასწავლებლებს, მათი ხმა დღეს არის მის. ამიტომ მემარცხენე ხელისუფლებაა საჭირო, რომ მათი საჭიროებები, მათი პრობლემები დღის წესრიგში უფრო ეფექტურად დადგეს. დიდი მადლობა. დასრულდა თქვენი დრო, ქალბატონო მანანა, როგორი მთავრობა უფრო სწრაფად განავითარებს საქართველოს ბოლო პასუხობთ თქვენ. ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს და ჩვენმა მთავრობამ აღიარა, რომ ის სოცინტერში აპირებს გააწევრიანებას, ანუ მემარცხენე მიმართულების არის. და ვერ დავეთანხმები ლევანს, რომ ამ ხელისუფლებამ პირველ რიგში ხალხზე იზრუნა და თავის თავზე არ იზრუნა. პირიქით, არა. როგორც ჩანს არ არის მემარცხენეობა გამოსავალი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ კატასტროფულად გაიზარდა მთავრობის შენახვის ხარჯები, 1.5 მილიარდია 9 მილიარდიან ბიუჯეტში, თუ არ ვცდები 340 მილიონით გაიზარდა მომავალი წლის ბიუჯეტში ამაზე. ანუ მემარცხენეობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ხალხზე მზრუნველი მთავრობაა. მე ვფიქრობ, რომ უნდა დავეთანხმო აუცილებლად ლიბერტარიანების წარმომადგენლებს, რომ მცირე მთავრობა არის ყველაზე ეფექტური. ის, რომლის შენახვაც სახელმწიფოს ნაკლები უჯდება, რომელსაც შეუძლია ძალიან ეფექტურად განახორციელოს რეფორმები და ხელი შეუწყოს მცირე ბეწარმოების განვითარებას ქვეყანაში. წარმატებულია ის სახელმწიფო, სადაც არის საშუალო კლასი, საშუალო ფენა და საშუალო ფენას ქმნის მხოლოდ და მხოლოდ მცირე მეწარმეობა და საშუალო ბიზნესი. ამიტომ ხელი უნდა შეუწყოთ მათ.
დიდი მადლობა. დასრულდა პასუხების მიღება ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე. მაყურებელს ვეტყვი და ხედავს ალბათ ეკრანზეც თქვენ დაგირეკათ 5379-მა ადამიანმა. ბატონო ვახტანგ, თქვენ გიჭერთ ჩვენი მაყურებლის 13% მხარს, ანუ მემარცხენე ცენტრისტების პოზიციებს 13% უჭერს მხარს და გადაცემის წესების თანახმად, კი ბატონო, თქვენ გაქვთ უფლება რომ თქვენი დასკვნა გააკეთოთ მიღებულ პროცენტზე. კი ბატონო, პირველ რიგში მე მადლობა მინდა უთხრა იმ 13%-ს, რომელიც მხარს გვიჭერს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს არის პირიქით კარგი გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეტყველება ნამდვილად არ არის შესაშური. რაც შეეხება სოციალ-დემოკრატიას, აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენთვის მთავარი ნამდვილად არ არის, რაც ლევანმა თქვა, სწრაფი ზრდა. სისწრაფეში ხდება ხოლმე შეცდომები. სისწრაფე არის ის, რასაც შემდეგ მივყავართ ხოლმე სწრაფ ჩამოშლამდე. სოფლიოს დიდი ეკონომიკური კრიზისები, თუნდაც დიდი დეპრესია 1929-33 წლებში იქნა სწორედ უხილავი ხელის გამო დაწყებული და მას ხელი შეუშალა კეინსიანურმა ეკონომიკურმა მოდელებმა. 2008 წელს ამერიკული, ასე ვთქვათ, დიდი ბუშტი უძრავ ქონებებში შეიქმნა სწორედ იმის გამო, რომ რეგულირება არ იყოს სწორი და არ იყოს საკმარისი. სოციალ-დემოკრატია არის ის, რისკენაც ალბათ ყველა მიილტვის, რომ შექმნან თავიანთ ქვეყნებში. ეს არის სკანდინავიური მოდელები, გერმანული მოდელები, იაპონური მოდელები და ის, რაც ნამდვილად დასრულდა თქვენ დრო, ალბათ რომ ან დასკვნითი სიტყვისთვის გაქვთ 59 წამი, თქვენ გიჭერთ მაყურებლის 19% მხარს. ეს შეიძლება მემარცხენეობა მემარჯვენეობას არ ეხებოდეს, მაგრამ ჩემი აზრით, რაც დღეს ჭირდება ქვეყანას და რაზეც მე მინდა აუცილებლად ბოლოს თქვა, ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა მივახციოთ აუცილებლად ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს. რაც ჩვენ გვაფერხებს და ჩვენ ქვეყანაში განვითარებას αφერხებს, არის სწორედ ის, რომ ჩვენ გვყავს მუდმივად მორჩილი პარლამენტი, რომელსაც მართავს ხან ერთი ადამიანი, ხან ფორმალურად ყოფი, ხან არაფორმალურად ყოფი ადამიანი და ეს პარლამენტი ვერაცნობს ნობიერებს თავის პასუხისგებლობას და ვერ ხვდება, რომ ის არის მთავრობის უფროსი, რომ ის არის მთავრობის მაკონტროლებელი. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი იმისთვის, რომ შევბოჭოთ მთავრობა და არ მივცეთ მას საშუალება, რომ ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენი სახსრებით ისარგებლოს და გააკეთოს ის, რაც მას ჭირდება და არ გააკეთოს ის, რაც ხალხს ჭირდება. ამიტომ მომავალი არჩევნებისთვის თუ ვიფიქრებთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორედ ის, რომ არავირჩიოთ არც ერთი პოლიტიკური ძალა დიდი უმრავლესობით, შევქმნათ მრავალპარტიული სისტემა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ ხელისუფლება იქნება შებოჭი. დიდი მადლობა. ბატონო ზვიად, ლიბერტარიანელებს 32% გიჭერთ მხარს და 59 წამი გაქვთ დასკვნითი სიტყვისთვის. მადლობა თითოეულ ტელემაყურებელს და ზოგადად ძალიან კარგია, როდესაც მე მინდა უბრალოდ დავაფიქსირო ის აზრი, რომ ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან კარგია, რომ მაყურებელი ასეა ჩართული და ძალიან კარგია ის, რომ ძალიან სწრაფი ზრდა მაყურებლის რაოდენობის. რაც შეეხება ზოგადად ლიბერტარიანულ მთავრობას, მთავრობა ზოგადად არის, ამას არამხოლოდ მორალური თვალსაზრისით, არამედ უამრავი კვლევა დედამიწაზე და უამრავი რაც ისტორია გვიჩვენებს იმას, რომ რაც უფრო პატარა მთავრობა, იმ ქვეყნებში ის ქვეყნები გაიზარდნენ. ევროპის თითოეული ქვეყანა ჯერ გამდიდრდა და შემდეგ მისცა თავის თავს იმის ფუფუნება, რასაც დღეს აკეთებს და უარი თქვა მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. რაც შეეხება ზოგადად, მე მინდა ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც თქვა, რომ თუ იქნება კრიტიკული აზროვნება საქართველოში და ყველაფერს შევხედავთ, არა რაღაც დავიჯერებთ როგორც ხრები, არამედ უნდა უყუროთ ყველაფერს იმით. დასრულდა თქვენი დრო, დიდი მადლობა ბატონ ლევან, მიხვდებოდით ალბათ რომ ჩვენი მაყურებლის 36% გიჭერთ მხარს, მემარცხენეები აქტიურობდნენ დღეს გადაცემაში და თქვენს გაქვთ 59 წამი ბოლო დასკვნითი სიტყვისთვის. დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა მოგახსენებთ ძვირფასო მეგობრებო, რომ ვინმე თუ გეტყვით, რომ დღევანდელი მთავრობა არის მემარცხენე, ან ის გატყუებთ, ან დაბნეულია არაჩვეულებრივი სტუდიის, ასე ვთქვათ, ბრწყინვალებით და განათებით და დროის ლიმიტით. არ არის ეს ხელისუფლება მემარცხენე, ეს ხელისუფლება არის იგივე ყაიდისა, როგორიც ჩვენ ადრე ყავდა. უბრალოდ ნაკლებად ძალადობრივი, ნაკლებად აგრესიული, ნაკლებად, ასე ვთქვათ, ორიენტირებული რეპრესიებზე, ისიც ჯერჯერობით. რაც შეეხება იმას, რომ 36 ადამიანმა
ადამიანმა 36%-მა ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა საქართველო არსებობს, ის საქართველო, რომელსაც ყურადღებას არც მედია აქცევს, არც მელიტა აქცევს, არც სხვა დაწესებულებები აქცევენ, სხვა საქართველო არსებობს, რომელიც გონიათ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის გამოგვიყენებენ ჩვენ, მხოლოდ საკუთარი გამდიდრებისთვის გამოგვიყენებენ ჩვენ, ეს სხვა საქართველო ძლიერდება და თავის სათქმას ბოლოს ოდესმე იტყვის და იტყვის ძალიან მკაცრად და 36%-ზე გაცილებით მეტი ვიქნებით ჩვენ. დიდი ბოდიში თუ რამე ზუსტად და კარგად ვერ თქვი ამღები. დასრულდა თქვენი დრო და ამით ჩვენი გადაცემაც დასრულდა. ვსაუბრობთ თემაზე, რაზე კამათობენ მემარცხენეები, მემარჯვენეები, ცენტრისტები და ლიბერტარიანელები. ვიკამათეთ კიდეც, ეს არის გადაცემა 59 წამი. ვიკამათეთ წესების დაცვით, ვამბობთ ვუსმენთ არ ვაწყვეტინებთ. დიდი მადლობა ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს აქტიურობისთვის. მე კადეიშვილი ვარ, შევხვდებით მომავალ კვირას 21 საათზე. ისევ GDS-ზე წამზომი ისევ ჩაირთვება.